სამხარაულის ექსპერტიზამ ნარკოტიკის მოხმარება დაგიდასტურად. მოკლედ ნუ პანიკობთ და რაც მთავარია ნუ დანებდებით. დღეს ძალიან მაგარ და კრიტიკულად მნიშვნელოვან თემას ვარჩევთ ცხოვრებისთვის. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. გაგაჩერათ პოლიცია, მოგთხოვეს ნარკოტესტის გავლა და მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდა. ძალიან ბევრი მძღოლი აქ უშვებს საბედისწერო შეცდომას, უბრალოდ იმიტომ რომ კანონს არ იცნობს. ამიტომ მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა რეალურად. დავიწყოთ ყველაზე ცუდი სცენარით, ხომ? პოლიციის ნარკოტესტმა გაამართლა ეჭვი, გადაგიყვანეს კლინიკაში, ან პირდაპირ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და აი ისიც, ექსპერტიზამ მოხმარების ფაქტი დაადასტურა. იცით, ეს ის მომენტია, როცა ხალხის უმეტესობა უბრალოდ ფარხმალს ყრის. გონიათ, რომ მორშა, ყველაფერი დამთავრდა და წინ მხოლოდ გარდაუვალი სასჯელია. მაგრამ რეალურად საქმე საერთოდ არ არის ასე. პროცესი აქ არ მთავრდება. თავარი, რაც ახლა უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ თუ პირველადმა ტესტმა, ან თუნდაც ლაბორატორიულმა კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა, კანონი გაძლევს ზუსტად ერთ კონკრეტულ შანსს სიმართლის დასამტკიცებლად. დიახ, თქვენ გაქვთ ზუსტად 10 დღე. რა 10 დღეზეა საუბარი და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს დრო, ცოტა ხანში აგიხსნით. მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, მოდით ჯერ ის ერთი მთავარი ხაფანგი განვიხილოთ, რომელშიც მძღოლების 90% ებრმება. აი, აქ არის ის მთავარი ხაფანგი. არსებობს რაღაც ქუჩორი მითი, ხსმენიათ ალბათ, თითქოს თუ პოლიციას შემოწმებაზე პირდაპირ ეტყვით უარს, ლაბორატორიაში არ წახვალთ და უბრალოდ ხელს არ მოაწერთ არაფერს, ამით თავს დაიწვრენთ. ფიქრობენ, მტკიცებულება ხო არ ექნებათო. ხალხო, ეს არის კოლოსალური შეწყება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ეს მიდგომა პირდაპირ უფსკრულისკენ მიგიწყვებათ. შეხედეთ ამ ორ სრულიად განსხვავებულ მიდგომას. ერთ მხარეს გვაქვს ტესტზე უარის თქმის ვითომჭკვიანური სტრატეგია, რომელიც მყისიერ და გარდაუვალ სანქციებს იწვევს. მეორე მხარეს კი არის კანონიერი პროცედურის მიყოლა და დამიჯერეთ, პროცედურის მიყოლა დანაშაულის აღიარებას საერთოდ არ ნიშნავს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ იტოვებთ უფლებას და ბერკეტს, გააგრძელოთ ბრძოლა ლეგალურ ველზე. მოდით ვნახოთ კონკრეტულად რა ფასი აქვს ამ უარის თქმას. აი, ცივი და მკაცრი რეალობა. კოდექსის 115 პრიმა პირი მუხლი გვეუბნება ძალიან მარტივ რამეს. თუ ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ შემოწმებას თავს არიდებთ, ეს ავტომატურად ყოველგვარი კითხვების გარეშე იწვევს 1000 ლარიან ჯარიმას. დიახ, სწორად გაიგეთ, უბრალოდ სიტყვა არა პირდაპირ 1000 ლარი გიჯდებათ. მაგრამ მოიცათ, ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ჯარიმას მიჰყვება მეორე, ბევრად უფრო მტკივნეული სასჯელი. იგივე მუხლის მიხედვით, შემოწმებისთვის თავის არიდება ავტომატურად ნიშნავს მართვის უფლების ჩამორთმევას ზუსტად 1 წლით. წარმოიდგინეთ, ჯერ საერთოდ არ დადასტურებულა, რომ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ იყავით, მაგრამ რადგან უარი თქვით, 1 წლით პრავას დაემშვიდობეთ, ნამდვილად არ ღირს. და რა არის იცით საინტერესო, კანონი ძალიან დეტალურად ხსნის, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს თავის არიდება. თუ ადგილზე ნარკოტესტერზე უარი თქვით, ეგა. თუ დათანხმდით, მაგრამ მე საექსპერტო დეპარტამენტში წასვლა გადაიფიქრეთ, ეგეც თავის არიდება. ლაბორატორიულ